ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ხდება შარდის ბუშტის კათეტერის მოთავსება, რომელიც მაგალითად ხანგრძლივი ოპერაციების ან საშარდე სისტემის სხვადასხვა დაავადებების დროს აუცილებელი ხდება ხოლმე. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს პროცედურა არის სტერილური პროცედურა, ამიტომ გვჭირდება სტერილური კომპრესი, სტერილური ხელთათმანები, თვითონ კათეტერი და გელი, რომელიც ანესთეტიკს შეიცავს და ამ პროცედურას უფრო ნაკლებად არასასიამოვნოს ხდის. პირველ რიგში ხდება შორისისა და გენიტალიების დეზინფექტანტით დამუშავება და არეალის სტერილური საფენით შეფუთვა. შემდეგ, როგორც ნახეთ, მოთავსდა ის გელი, რომელიც ანესთეტიკს შეიცავს და უკვე კათეტერის მოთავსების დრო დადგა, რომელიც ფრთხილად და კონტროლირებული მოძრაობით უნდა შევიყვანოთ იქამდე, სანამ არ მოთავსდება უშუალოდ ჩარდის ბუშტში. შემდეგ ხდება იმ პატარა ბალონის გაბერვა. აი ამ ბალონზეა ლაპარაკი, რომელიც ჩარდის ბუშტში იბერება და კათეტერის ბლოკირებას იწვევს. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კათეტერის გამოღებისას, რომ ეს ბალონი ჯერ დავფუშოთ, რათა ძალიან დიდ ტკივილთან ერთად პაციენტის შარდსადენიც არ დავაზიანოთ. ქალების შემთხვევაში ეს პროცედურა ზუსტად იგივე ნაბიჯებით მიმდინარეობს. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ქალის შარდსადენი გაცილებით უფრო მოკლეა ვიდრე მამაკაცის და მისი პოვნა პროცედურის დასაწყისში ხანდახან შეიძლება უფრო გართულებული იყოს. კათეტერის შესახებ სულ ეს იყო, შენ კი შეგიძლია გამოიწერო გვერდი და დაალაიქო ვიდეო.